სახელითა მამისათა, დადისათა, დასულისაწმინდისათა. მოგესალმებით ყველას მეგობრებო, ჩვენ დღეს ვაგრძელებთ კითხვას სწავლას წმინდა მამის გამარტებით. ძველი აღთმა, დაბადება, თავი 45 და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. ვეღარ შეიკავა თავი იოსებმა მხლებელთან წინაშე და იყვირა. გაიყვანეთ ყველანი. არავინ იყო იოსებთან, როცა გაუმხილა მან თავისი ვინაობა ძმებს. წმინდა იოანე ოქროპირი გამარტავს მეგობრებო, რომ იოსების ემოციური გამოვლენა მისი გულწრფელობისა და ძმებთან შერიგების სურვილის ნიშანია. ის ესე იგი მარტობას ითხოვს, რომ ეს ესე იგი თქვა ინტიმური მომენტი ოჯახური იყოს. მუხლი მეორე. იწყო ხმამაღალი ტირილი და მოესმათ ეგვიპტელებს და მოესმა ფარაონის სახლს. წმინდა ავგუსტინე გამარტავს, რომ იოსების ტირილი ღვთის მადლის გამოვლენაა მეგობრებო, რომელიც ადამიანური სისუსტეს სიყვარულად აქცევს. ეს ხმა ფარაონის სახლამდე აღწევს მეგობრებო, რაც მოვლენის ღვთაებრივ მნიშვნელობას აჩვენებს. შემდეგი მუხლი მესამე. უთხრა იოსებმა ძმებს, იოსები ვარ, ცოცხალია ჯერ კიდევ მამაჩემი? ვერ გასცეს პასუხი ძმებმა, რადგან შეეშინდათ მისი. წმინდა ეფრემ ასული გამარტავს, რომ ძმების შიში ეს მათი წარსული ცოდვის გამოა, მეგობრებო, მაგრამ იოსების კითხვა მამის შესახებ მის ოჯახისადმი ერთგულებასა და სიყვარულს ცხადყოფს. უთხრა იოსებმა ძმებს, მომიახლოვდით, მიუახლოვდნენ და უთხრა მათ იოსებმა, იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გამყიდეთო, ნუ ღარ იწუხებ და ნურც თავს გაკიცხავთო, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის სახსრად გამომგზავნა მე ღმერთმაო და რადგან ეს 2 წელი შიმშილია ქვეყანაში და კიდევ 5 წელი არ იქნება ხვნა და მკა. ესე იგი ნახეთ მეგობრებო, იოსები ცდილობს ძმების შიში განქარდეს მათთან სიახლოვითა და ესე იგი გულწრფელობით, ხომ ის მათ ძმად აღიარებს, რაც მის ესე იგი მიმტევებელ გულს აჩვენებს, ხო? ესე იგი მიტევებას უდიდესი ძალა აქვს. და ესე იგი წმინდა ავგუსტინე ამბობს, რომ ღმერთი ადამიანთა ცოდებსაც კი სიკეთისკენ აქცევს. აი ნახეთ, იოსების სიტყვები ძმებს ანუგეშებს, რომ მათი ღალატი ღვთის გეგმის ნაწილი გახდა. იოსები ხაზს უსვამს მეგობრებო, რომ შიმშილის სიმძიმეს, რაც მისი როგორც მმართველის მნიშვნელობას და ღვთის განგებულებას აჩვენებს. შემდეგ მეშვიდე მუხლი აგზელებს იოსები. გამომგზავნა ღმერთმა თქვენს წინაშე, რათა დაგარჩინოთ ამ ქვეყნას სიცოცხლე შეგინარჩუნო და მოგიტანოთ დიდი საშველი. თქვენ კი არ გამოგიგზავნივართ აქ, არამედ ღმერთმა დამადგინა მამად ფარაონისა, მისი სახლის პატრონა და მთელი ეგვიპტის ქვეყნის გამგებლად. საჩქაროდ წადით მამაჩემთან და უთხარით, ასე ამბობს თქვენ შენი შვილი იოსები, ღმერთმა დამადგინა მთელი ეგვიპტის პატრონად, ჩამოდი ჩემთან, ნუ დაყომდებით ხო. წმინდა ეფრემ ასული გამარტავს მეგობრებო, რომ იოსები თავისი ძალაუფლებით სარგებლობს, ხო? და ესე იგი რათა მამა იაკობი ესე იგი გადაარჩინოს. ეს მისი ოჯახისადმი სიყვარულისა და პასუხისმგებლობის გამოვლენაა.
შემდეგი მეგობრებო შეგახსენებთ ეს არის ძველი აღთმა დაბადება 45 თავი და ვაგრძელებთ მე-10 მუხლიდან. იცხოვრე გოშენის მხარეში, ახლოს იქნები თქო ჩემთან შენი და შენი შვილები, შენი შვილთა შვილები, შენი ცხვარ ძროხა და მთელი შენი საბადებელი. აქ შეგინახავ თქო. რადგან კიდევ 5 წელი გასტან შიმშილი, რათა არ გაჩანაგდეს შენი სახლითა და მთელი შენი საბადებლით თურთ. წმინდა იოანე ავგუსტინე ასე გამარტავს მეგობრებო, ნახეთ უკაცრავად ესე იგი იოსების ზრუნვა ხო ოჯახისთვის უსაფრთხო ადგილას გოშენის შეთავაზების ჩანს, ხო რაც მის სტუმართმოყვარეობასა და ოჯახის ერთიანობის სურვილს ასახავს. შემდეგი მუხლი მე-11 აქ შეგინახავ თქო, რადგან კიდევ 5 წელი გასტან შიმშილი, რათა არ გაჩანაგდეს შენი სახლითა და მთელი შენი საბადებლით თურთ. ხო, ეს წავიკითხეთ უკაცრავად. შემდეგი მე-12 მუხლი. აჰა, ხომ ხედავს თქვენი თვალი და ჩემი ძმის ბენიამინის თვალი, რომ ეს ჩემი ბაგეებია, თქვენ რომ გელაპარაკებათ. მოახსენეთ მამა ჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში და ყველაფერი რაც ნახეთ. იჩქარეთ, ჩამომიყვანეთ მამა ჩემიო. იოსების სურვილი წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ესე იგი მისი სურვილი მამამისი წარმატება გაიგოს მისი სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენა, რაც იაკობს ჩამოსვლისკენ უბიძგებს. მე-14 მუხლი. ყელზე მოეხვია თავის ძმას ბენიამინს და ატირდა. ბენიამინიც ტიროდა მის მკერზე. სათითაოდ გადაკოცნა ძმები ტიროდა და ეხვეოდა მათ. მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკნენ ძმები. ნახეთ ეფრემ ასური გამარტავს მეგობრებო, რომ იოსების სიყვარულით სავსე ჩახუტება ძმების შიშს ხსნის, რაც მათ შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების საწინდარია. შემდეგი მე-16 მუხლი. მისწვდა ხმა ფარაონის სახლს, იოსების ძმები ჩამოვიდნენ ეამა ფარაონს და მის მორჩილთ. უთხრა ფარაონმა იოსებს. უთხარი შენ ძმებს ასე მოიქეცით, ესე იგი დატვირთეთ 4 ფეხი და წადით ქანაანის ქვეყანაშიო. წამოიყვანეთ მამა თქვენი და თქვენი სახლეულნი და ჩემთან მოდით. მოგცემთ ყოველივე საუკეთესოს ეგვიპტის მიწაზე და ჭამეთ ამ მიწის დოვლათი. წმინდა ეფრემ ასური გამარტავს მეგობრებო, რომ ფარაონის დაპირება ასახავს ღვთის მზრუნველობას, რომელიც თავის ხალხს განსასწრების დროს საუკეთესო პირობებს თავაზობს. შემდეგი, შენ კი გებრძანება მათთვის სათქმელად. ასე გააკეთეთო თქო. წაიყოლეთ ეგვიპტიდან ურმები თქვენი ცოლშვილისთვის, წამოიყვანეთ მამა თქვენი და ჩამოდითო. თვალი ნუ დაგრჩება თქვენს ქონებაზეო. რადგან თქვენი იქნება ყოველივე საუკეთესო მთელს ეგვიპტეში. წმინდა ავგუსტინე გვამარტავს, რომ ფარაონის სიტყვები, ესე იგი, ღვთის უხვი კურთხევის სიმბოლოა მეგობრებო, რომელიც მის ხალხს მატერიალური საზრუნავისგან ათავისუფლებს. შემდეგი, ასეც მოიხსნენ ისრაელიანები, მისცა მათ იოსებმა ურმები ფარაონის ბრძანებისამებრ და გაატანა საგზალი. თითოეულს მისცა თითო ხელი სამოსელი, ბენიამინს მისცა 300 ვერცხლი და 5 ხელი სამოსელი. იოსების განსაკუთრებული საჩუქრები ბენიამინისთვის მისი ძმისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ოჯახური კავშირის გამოვლენაა.
მამას გაუგზავნა 10 სახედარი ეგვიპტური დოვლათით დატვირთული და 10 ჭაკი ვირი, ხორბლით პურითა და სასმელ საჭმლით დატვირთული მამის გამოსამგზავრებლად. გაუშვა თავისი ძმები და ისინიც წავიდნენ. უთხრა: ნურაფრით შეგეშინდებათ გზაზეო. წავიდნენ ეგვიპტიდან და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან თავიანთ მამასთან. ახარ ეს ცოცხალია შენი შვილი იოსები, მთელი ეგვიპტის გამდგებელიაო. ესე გაუგდა, ხო, ეხლა წმინდა ავგუსტინე გამარტავს, რომ ესე გაუგნდა, რადგან არ ჯეროდა მათი, ხო, იაკობის გაუგნება ადამიანური სისუსტის გამოვლენა მეგობრებო, მაგრამ ის ღვთის სასწაულის წინაშე დგას, რომელიც მის შვილს დააბრუნებს. შემდეგი 27 მუხლი. მოუყვნენ ყველაფერს და რასაც, ესე იგი, რაც იოსებმა უამბო მათ, დაინახა ურმებიც იოსებს, რომ გამოეგზავნა მის წასაყვანა და მაშინღა გაცოცხლდა მათი მამის იაკობის სული. ეფრემ ასური გამარტავს მეგობრებო, რომ იაკობის სულის გაცოცხლება ღვთის მადლისა და იმედის აღდგენის ნიშანია, როცა ის იოსების ცოცხალი ყოფნის ნიშნებს ხედავს. და ბოლო ეს არის 21 მუხლი. თქვა ისრაელმა, ანუ იაკობმა, ხო? კმარა ცოცხალია ჩემი შვილი იოსები, წავალ და ვნახავ, სანამ არ მომკვდარვარო. წმინდა იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ იაკობის სიხარული და ესე იგი გადაწყვეტილება ნახოს იოსები ღვთის მიერ მიცემულ იმედსა და ოჯახის გაერთიანების სიხარულს ასახავს. ყველა მისმენდით ღმერთმა შეგიწიროთ და დაგლოცოთ და გაგახაროთ. შემდეგი ღვთის შეწევნით გავაგრძელებთ შემდეგ თავს. მადლობა.